მოგესალმებით მეგობრებო, გამიგრძელდა შვებულება, დიდი ხანია ვიდეო არ დამიდია და პირდებით რომ ამ თემას გამოვასწორებ. ასევე დაგიბრუნდით სასიამოვნო სიახლით, გადავწყვიტე რომ გავათამაშო MacBook Neo, აი ეს MacBook Neo და გათამაშების წესები არის ძალიან მარტივი. რა თქმა უნდა გქონდეთ არხი გამოწერილი და ამის შემდეგ ვიდეოებზე რაც დაიდება, უნდა გქონდეთ დალაიქებული და მინიმუმ ერთი კომენტარი დაწერილი. როდესაც 10,000 გამომწერზე ავალთ, რანდომაიზერით ავარჩევ გამარჯვებულს და მას გადაეცემა MacBook Neo. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ დღევანდელ თემაზე. და დღევანდელი თემა არის ის შიშები, რომელიც განპირობებულია AI-ის მიმართ. და ეხლა რას გულისხმობ ამაში? ძალიან ბევრმა უკვე პირადადაც მითხრა მომწერეს კიდეც რომ მაგალითად junior დეველოპერები კომპანიებს აღარ აყავთ სამსახურში. და ეს რა თქმა უნდა გასაგები არის რატომაც აღარ აყავთ, მაგრამ მე ვფიქრობ რომ მხოლოდ კარგი რაღაც გამოდის ამითი და ეხლა რას გულისხმობ ამას აუცილებლად ჩავშლი. junior დეველოპერებთან მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება დამიგროვდა და მინდა რომ ამ გამოცდილებაზეც გესაუბროთ. მოკლედ, როდესაც სადაც 2017 წლიდან ძალიან გაიზარდა მოთხოვნა პროგრამისტებზე, ყველა კომპანიამ დაიწყო თითქმის თავიანთი რაღაც პროგრამები, სტაჟირების, გადამზადების და ასე შემდეგ და მათ შორის კრედო ბანკმაც გავაკეთეთ კრედო აკადემია, უბრალოდ თავიდან იყო ჯერ საცდელად ავიყვანეთ 4 დამწყები პროგრამისტი და შევეცადეთ მათთვის გვესწავლებინა, გაგვეზარდა და გვენახა რა შედეგს დადებდნენ. ამ 4-ვემ იმდენად კარგი შედეგი დადეს და ისე სწრაფად და მაგრად განვითარდნენ, რომ მერე უკვე გაჩნდა იდეა, რომ გაგვეკეთებინა კრედო აკადემია, ეგრეთ წოდებული, სადაც ჩვენ შევარჩევდით დამწყებ პროგრამისტებს, ეს იქნება სტუდენტები, ძირითადად სტუდენტები, მაგრამ ასაკობრივი შეზღუდვა არ ქონია, იმიტომ რომ 30 წლის, 40 წლის და 50 წლის სტუდენტიც ყოლია კრედო აკადემიაში, რომლებიც წარმატებით გაიარეს ეს პროგრამა და დღესდღეობით ძალიან კარგი პროგრამისტები არიან. და მოკლედ, როდესაც ჩამოვაყალიბეთ კრიტერიუმები რა გვინდოდა ამ junior დეველოპერებისგან რომ მიგვეღო, ხო, თავიდან არის ძალიან მარტივად დავსვით საკითხი, რომ თან ეს იყო ანაზღაურებადი სწავლება და როდესაც 6 თვის განმავლობაში ადამიანი დაამთავრებდა კრედო აკადემიას, მას უნდა შეძლებოდა Web API-ის აწყობა C#-ზე, მარტივი CRUD ოპერაციები, ასევე ფრონტის კონკრეტულ JavaScript framework-ზე, რომელიც ჩვენი მოთხოვნა იყო, რაღაც ელემენტარული ფორმის აწყობა, ინფორმაციის შევსება, მონაცემთა ბაზაში ჩაწერა, რელაციური SQL-ში რამოდენიმე ცხრილი უნდა აეწყო, ინფორმაციის ჩაწერა, წაკითხვა და აი ძალიან საბაზისო ნაწილი პროგრამირების. ანუ ეს უკვე ჩვენთვის მისაღები იყო. თუ ადამიანს ეს ეწოდინებოდა, აყვავდა ეგრევე junior დეველოპერად და უკვე გუნდში უფრო გამოცდილ დეველოპერს რომ მივამაგრებდით, დაახლოებით 6 თვიდან 1 წლამდე, ის გადაუნაწილებდა თავიდან პატარ-პატარა ტასკებს და სადღაც 1 წლის თავზე ეს ადამიანები უკვე იწყებდნენ დამოუკიდებლად პროექტების კეთებას. და ეს ძალიან მომგებიანი იყო კომპანიისთვისაც, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეხლა ის უნდა გვესმოდეს, რომ კომპანია, ბანკი, განსაკუთრებით საქველმოქმედო ორგანიზაცია ხო არ ვართ, არა, ამას ვაკეთებთ, იმიტომ რომ რაღაც შედეგი მივიღოთ, ანუ ჩვენ გვჭირდებოდა, მაშინ დეფიციტი იყო ბაზარზე პროგრამისტების, ჩვენ გვჭირდებოდა პროგრამისტები, რომელსაც გავზდიდით და მერე ისინი ჩვენთან იმუშაობდნენ და შედეგს დაგვიდებდნენ. ანუ მოთხოვნა ეს ჩვენი მიზანი იყო, რომ რაც შეიძლება მეტი კარგი პროგრამისტი გაგვეზარდა, რომ მერე მათ ჩვენთან ემუშავათ. ეს იყო ჩვენი მიზანი და ეს მიზანი შესრულდა ძალიან კარგად, იმიტომ რომ დაახლოებით 200-მდე პროგრამისტი გაზარდა ამ აკადემიამ 8 წლის განმავლობაში, რომლებიც არიან ძალიან წარმატებული პროგრამისტები დღესდღეობით, ბევრი ისევ კრედოში მუშაობს, მაგალითად ერთი Amazon-ში მუშაობს, ერთი Microsoft-შიც არის წასული, Booking-შიც მუშაობს, ერთ-ერთი
ჩვენი ყოფილი სტუდენტი, მოკლედ ძალიან წარმატებული გამოდგა ეს პროგრამა, მაგრამ ხა ამაზე რატო ვილაპარაკე? ანუ მოთხოვნა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ რა იყო ჩვენთვის მოთხოვნა, რომ ადამიანს შეძლებოდა ძალიან მარტივი ოპერაციების შესრულება და დანარჩენს ჩვენ ვასწავლიდით. აქ მივედით იმასთან, რომ ეხლა დღესდღეობით ჩვენ ვთქვათ, რომ აქ ჭირდება პროგრამისტი, რომელიც შეძლებს ქრუდ ოპერაციებს და ესეთი პროგრამისტები ავიყვანოთ, უკვე აღარ არის რელევანტური, იმიტომ რომ კლოდის მოდელი უბრალოდ რომ ეტყვი, რომ ქართულად რომ დაწერო პრომპტი და GPT-ს გადააკეთებინო კლოდის პრომპტად, ზუსტად 5 წუთში გაგიკეთებს მოკლედ იმას, რასაც ადრე ჩვენ 6 თვე ვასწავლიდით. ეხლა აქ მივედით იმ საკითხზე, რომ რა ვიცი, მაშინ რა გამოდის, ჩაგვანაცვლებს და დეველოპმენტი აღარ იქნება საჭირო. მე პირიქით მგონია, არა. დღეს ჩვენ ვართ უნიკალური შესაძლებლობების მომსწრენი, ასე ვთქვათ და არაფერსაც ჩაგვანაცვლებს, ანუ პროგრამის რჩება, ლოგიკა ისევ პროგრამის რჩება, არქიტექტურის აწყობა, იდეა, კომუნიკაცია, ბიზნეს ლოგიკის შედგენა, ეს ყველაფერი რჩება პროგრამის და უბრალოდ გვიმარტივდება თემა იმაში, რომ აღარ გიწევს დაჯდე და რა ვიცი, კლავიატურაზე რაღაცეები წერო, ანუ კოდი წერო. მე რაც ვუყურებ და დაახლოებით ჩემი გამოცდილება რო გითხრათ რა, დაახლოებით 8 თვის წინ, ხა მე დიდად ყოველდღიურობაში კოდის წერა აღარ მიწევს სამსახურიდან გამომდინარე, მაგრამ 8 თვის წინ პირველად ვცადე კურსორზე რაღაც პატარა აპლიკაციის დაწერა. კი, ძალიან სწრაფად დავწერე, მაგრამ მაშინ ვთქვი, რომ ჯერ ცოტა მწვანე არის, ასე ვთქვათ, რაღაცეები, ბევრი შეცდომები ქონდა, ძალიან ასე ვთქვათ, დიდი დრო დამეხარჯა იმის ახსნაში, რაც მინდოდა და ვთქვი, რომ ჯერ ცოტა ადრე არის. ეს ხო 8 თვის წინ. დაახლოებით 2 კვირის წინ კიდევ ვცადე ოღონდ უფრო რთული აპლიკაციის გაკეთება და ამ 8 თვეში რაც დავინახე იყო, რომ ფაქტიურად ყველა ის პრობლემა, რაც 8 თვის წინ მე მქონდა, უკვე გამოსწორებული არის. ფაქტიურად მე 1 საათში დავწერე ისეთი აპლიკაცია, რომელსაც ადრე დამჭირდებოდა ალბათ შეიძლება 1 თვეც კი. აღარაფერს ვამბობ, ვთქვათ მე რო ვიყავი 20 წლის დამწყები პროგრამისტი, მაშინ რა რთული იყო ესეთი რაღაცების გაკეთება, იმიტომ რომ მაშინ ჩემი პირველი პრობლემა ის იყო, რომ როცა რაღაც იდეა მქონდა და რაღაც გაკეთება მინდოდა, პირველი ხელისშემშლელი ფაქტორი იყო ცოდნა. ხო, ანუ როცა ხარ დამწყები პროგრამისტი, გოგო თუ ბიჭი არა აქვს მნიშვნელობა და რაღაც იდეები გაქვს, ეხლა აღარ, მაგრამ ადრე ესე იყო, რომ ანუ პირველი პრობლემა იყო, რომ ცოდნას ვერ იღებდი და შენ რომ რაღაც აპლიკაცია დაგეწერა, გჭირდებოდა ძალიან დიდი ექსპერტიზა, რომ ეს ყველაფერი გააკეთებინა. დღეს ეს მოხსნილია და ჩემი აზრით დამწყებ პროგრამისტებს დღეს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ მათ უნდა ისწავლონ და პოზიციონირდნენ როგორც რაღაც პრომპტის ინჟინრებად, უნდა შეეძლოთ კარგად პრომპტის დაგენერირება და ამის შემდეგ უკვე კონკრეტული აპლიკაცია იქნება, რა ვიცი, პროგრამა თუ ნებისმიერი ტასკი, რასაც თქვა დამსაქმებელი მისცემს ამის შესრულებას, იმიტომ რომ მე მგონია, რომ მომავალში საერთოდ ეხლა შეიძლება ცოტა გაფრენილი ფრაზა არის, მაგრამ ჩემი აზრით ალბათ 5 წლის მერე საერთოდ ხელით კოდის წერა აღარ იქნება სტანდარტი და პირიქით მოთხოვნა იქნება, რომ კოდი დააგენეროს AI-მ. მაგალითად, დღევანდელი დღე რო ავიღოთ, დღეს კრედო ბანკში, სადაც მუშაობს 140 დეველოპერი და ჩვენ ყველაფერი შიდა, არაფერი ნაყიდი არ გვაქვს, ყველაფერი კრედოს დეველოპერების დაწერილი არის. დღეს უკვე 70% კოდი კრედოში გენერირებული არის AI-ის მიერ. ანუ ძალიან დიდი ციფრი არის ეს უკვე რო შევადაროთ მაგალითად ჩარშანდელთან შედარებით, ხო, დაახლოებით გაზრდილი არის 50%-ით გენერირებული კოდი და არაფერს ვამბობ 2 წლის წინ საერთოდ ალბათ სუხელით იწერებოდა. და მე მგონია რომ მომავალში საერთოდ აღარია როგორც ახლა შედარება რო ავიღოთ, ხო, რა ვიცი,
ადრე მინდვრებს და ყველაფერს ხელით თოხნიდნენ და ამუშავებდნენ, დღეს ყველაფერს ტრაქტორები აკეთებს, მაგრამ ეს იმას ხო ნიშნავს, რომ ადამიანი არ არის საჭირო, ადამიანი იფიქრებს რა დარგოს, მერე რეალიზაცია როგორ გააკეთოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ დეველოპერს რჩება მთავარი ნაწილი, ლოგიკის შედგენა, აა იგივე პროდაქშენზე მერე მიხედვა, რაღაცების დაოპტიმიზირება, კომუნიკაცია და ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი უბრალოდ უმარტივდება ის, რომ აღარ გიწევს უშუალოდ, რა ვიცი, ღამის თენება იმაზე, რა ვიცი, კოდი რომელი ბიბლიოთეკაში რაღაცა არ მუშაობს, ის როგორ გავაკეთო, ანუ ეს ყველაფერი გააქვს უკვე, ანუ ფაქტიურად დღესდღეობით ერთი პროგრამისტი, ერთი გამოცდილი პროგრამისტი უდრის ალბათ, რა ვიცი, 10 წლის წინ ძალიან დიდ დეველოპმენტის გუნდს. იმიტომ რომ ფაქტიურად ყავს ისეთი დეველოპერები, AI-ის მოდელებს გულისხმობ, რომლებიც არასდროს არ იღლებიან, თუ კარგად აუხსნი, არასდროს არაფერი არ შეეშლება და მე რაც უყურებ ახლა კოდის სტანდარტის კოდის წერას, დღესდღეობით უკვე ბევრად არგს ახლა რას გულისხმობ, ბევრად სტანდარტიზებულ კოდს წერს AI. ანუ მას არასდროს არ დაავიწყდება ვალიდაციის ჩადება, მას არასდროს არ დაავიწყდება რაღაცის ჩექის ჩადება, ანუ არ დაუშვებს არს ერორებს, ასე ვთქვათ. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ AI-ის მიმართ რაღაც შიშები და всё მორჩა და პროგრამირება აღარ არის საჭირო, ჩემი აზრით არის ძალიან ცუდი მიდგომა და არასწორი შეხედულება, იმიტომ რომ პროგრამირება რა არის? პროგრამირება არ არის კოდის წერა კლავიატურაზე. პროგრამირება არის ლოგიკის მოფიქრება, ანუ ტვინში ბლოკებად აწყობა რაღაცა დიდი ლოგიკის და მერე ამ ლოგიკის გადატანა უშუალოდ კოდში, რომ რაღაცა x პარამეტრი შეიყვანო და რაღაცა y პარამეტრი დაგიბრუნოს, ხო? ეს არის პროგრამირება და შენ თუ ამას სწრაფად გააკეთებ, ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგი არის. ანუ დღესდღეობით კიდევ ერთხელ ჯუნიორ დეველოპერებს რო დაუბრუნდე, იმიტომ რომ ბევრმა მომწერა და მინდა რომ დავამშვიდო, რომ ნუ პოზიციონირდებით როგორც რაღაცა ჯუნიორ დეველოპერი, ანუ პოზიციონირდით ისე რომ ისწავლეთ prompt engineering-ი, ისწავლეთ როგორ ეს ტერმინებს არ მინდა ეს vibe coding-ი მეც არ მომწონს ეს ტერმინი, მაგრამ prompt engineering-ი არის ჩემი აზრით კარგი ტერმინი რა, ანუ ლოგიკას აწყობ ბლოკებად და მერე ეს ამ ლოგიკას უშუალოდ კოდში თარგმნის AI. ძალიან მაგარი არის, ანუ გიზოგავს ბევრ დროს და გაძლევს ბევრ შესაძლებლობას. ანუ ისწავლეთ ეს და პოზიციონირდით როგორც პროგრამისტი, რა ვიცი, შეგიძლიათ გასაუბრება თქვათ, რომ მომეცი ტასკი, მე ამას გავაკეთებ, მე შედეგს დაგიდებ და ყოველთვის იქნება, ხა თუ ხარ დამწყები, ყოველთვის დიდ კომპანიებში გასაკუთრებით ყოველთვის იქნებიან სხვა გამოცდილი პროგრამისტები, რომლებიც მერე ასე ვთქვათ, იმ დეტალებს შეგისწორებენ და იმ დეტალებში დაგეხმარებიან, რაც არის უშუალოდ გამოცდილებაზე და ამ გამოცდილებას მერე რა თქმა უნდა თქვენს დააგროვებთ, იმიტომ რომ ერთი არის რომ რაღაცას კოდს წერ ლოკალში კომპიუტერზე და მეორე არის როცა ეს კოდი პროდაქშენზე გადადის. ყველამ ვიცით რომ ლოკალზე ყველაფერი იდეალურად მუშაობს, მაგრამ პრობლემები პროდაქშენზე იწყება. ეს არის უკვე უშუალოდ გამოცდილების თემა, ამას თქვენც ისწავლეთ, თქვა დამწყებები, რომ მერე უკვე როცა რამოდენიმე სისტემას გაუშვებთ პროდაქშენზე და ამ სისტემებზე იმუშავებთ, მაგრამ მანამდე არ ვიცი, ჩემი აზრით არის ძალიან კარგი დრო და შესაძლებლობა, რომ ვიღაცა რო გეკითხება, რა ვიცი, თუ ხარ თქვათ 20-21 წლის დამწყები პროგრამისტი და გეკითხება რაღაცებს, უშუალოდ კოდში რაღაც ბიბლიოთეკა რას აკეთებს, თქვათ რაღაც dependency injection რას აკეთებს, ესეთ რაღაცებს თუ გეკითხებათ, მაგაზე შეგიძლიათ ჯერ კარგია თუ მაგებს ისწავლით და ეგეც მინდა ვთქვა, რომ ანუ ფუნდამენტი არ გამოტოვოთ, აუცილებლად დაგეხმარებათ, ანუ low level პროგრამირება რა არის ანუ ბიტი რა არის, ინტი რა არის, სტრინგი ტიპი არ არის და ობიექტია და ესეთი დეტალების ცოდნა
პოპულარული აღარ არის, მაგრამ დამიჯერეთ, რომ შემდეგში ძალიან დაგეხმარებათ. მეც ძალიან სკეპტიკურად უყურებდი ამას, როცა პატარა ვიყავი, მაგრამ ვიცი 21 წლის განმავლობაში ამ თემაში რო ვარ, ბევრჯერ დამხმარებია ეს ფუნდამენტის ცოდნა. ამიტომ ამას გირჩევთ, რომ თქვენც ისწავლოთ, მაგრამ ის თემა, რომ ჯუნიორ დეველოპერები აღარ ჭირდება ხალხს, ეს ამას ცალსახად არ ვეთანხმები პირიქით. დღესდღეობით მე ვფიქრობ, რომ ჯუნიორ დეველოპერები აღარ არსებობენ იმ კლასიკური გაგებით, როგორც წეგან ვთქვი, პირველად რა იყო მოთხოვნა ჯუნიორ დეველოპერების, რაღაც ელემენტარული ქრუდ ოპერაციები ცოდნოდათ. ეხლა უკვე ქრუდ ოპერაციები კი არა, რა ვიცი, ჯუნიორ დეველოპერებს შეუძლიათ უკვე აიღონ აპლიკაციები და რა ვიცი, საკმაოდ რთული კომპლექსური აპლიკაციები გააკეთონ. ამიტომ ესე პოზიციონერდით, რომ თუ მაგალითად ხართ დამწყები და ხედავთ დეველოპერის ვაკანსია, შეგიძლიათ რაღაც ცოტა ავანტურაზე წახვიდეთ და გააგზავნოთ CV და უშუალოდ გასაუბრებაზე თქვათ და დააჩელენჯოთ ინტერვიუერი, რომ მოდი იცი რა, შენ მე ტასკი მომეცი, მე ამას გავაკეთებ. და შენი შემიფასე რატო არ რაღაცა წლებს და როგორც წესი ეხლა თან მით უმეტეს აღარ არის ის დრო რაღაც 18 წლის გოგო ბიჭებს 8 წლიან გამოცდილებებს თხოვდნენ, მაგრამ ხო, ფიქრობ რომ არ შეუშინდეთ, გაიხადეთ ასისტენტებად AI, ისწავლეთ კარგად prompt engineering-ი, ანუ ძალიან მაგარი არის, რომ შეგიძლიათ რაღაცა იდეა ქართულად ახსნა, GPT-ს ან Gemini-ს მისცე და უთხრა, რომ ამით პრომპტი დამიწერე, მე პრომპტ შეხედო და რაღაც კიდე პატარა ცვლილებები შეიტანო, მე კლოდს მისცე და იმან ისად გეკითხება და გააკეთო უკვე ბზა აპლიკაცია. მოკლედ ძალიან მაგარ ეპოქაში ვართ. არ გეგონოთ ის, რომ რაღაცა ეხლა რომ გადაიარა ამ დეველოპერებზე მოთხოვნამ, რომ აღარავის აღარ ჭირდება და ასე შემდეგ. პირიქით, დეველოპერები ყოველთვის იქნებიან საჭირო, ლოგიკის შესადგენად და ბევრი სხვა უკვე რაც თქვი, იმ საკითხების დასალაგებლად. ეხლა უბრალოდ თემა ის არის, რომ როგორც წეგან ვახსენე, მაგალითად, კრედოში 70% რადგან გენერირდება უკვე AI-ის მიერ, ლოგიკურია ხო, რომ ეხა მაგალითად 5 წლის წინ რომ რაღაც ტასკს ვაძლევდით დეველოპერს, რომ აი ეს უნდა გააკეთო და იმას ჭირდება 1 კვირა. ხო, დღეს თუ ამ ტასკს AI-ს აგენერირებინებს მინიმუმ 70%-ით, 1 კვირა აღარ სჭირდება, ხო? ანუ სჭირდება რაღაცა 2 დღე, დაჟე უფრო ცოტა. შესაბამისად, ეს რესურსი ან კომპანიები ახლა მაგას აკეთებენ, რომ ახალი სტაფი აღარ აყავთ, იმიტომ რომ ეს გამონთავისუფლდა, რეალურად გამონთავისუფლდა რესურსი და ამ რესურსის ხარჯზე ცდილობენ პერფორმანსის გაზრდას, მაგრამ ეს მაინც გაჯერდება, ანუ დიდხანს არ ეყოფა ყველაფერი იზრდება, ვითარდება, მათ შორის საქართველოში ბანკები იქნება, სხვა დიდი კომპანიები, ყველა ვითარდება. შესაბამისად, ეხა ეს რაღაცა მდორე პერიოდი გადაივლის აუცილებლად და ისევ წამოვა მოთხოვნილება დეველოპერებზე და დამერწმუნეთ, რომ წამოვა აუცილებლად ისეთ დეველოპერებზე, ვინც ძალიან კარგად ურთიერთობს AI-სთან, იმიტომ რომ მე მაინც ესე მგონია, რომ მომავალში უკვე ხელით კოდის წერა იქნება, ასე ვთქვათ, სტანდარტის გარეთ და აღარა უკვე მოთხოვნა იქნება, რომ ხელით არ წერო, იმიტომ რომ რაღაც პერიოდის მერე მივა AI იმ დონეზე, რომ ვიტყვით, რომ ეს თუ კარგად აუხსნი, ეს 100%-ით სწორ კოდს წერს. რა თქმა უნდა, მე მაგას კიდე ჩეკები და ის დასჭირდება და ტესტირება და ასე შემდეგ, მაგრამ მოდი ეგ ახლა სხვა დროს ვისაუბროთ. ხო, დასრულისკენ რომ წავიდეთ და შევაჯამოთ, მოკლედ ეს არის ჩემი რჩევა და ასე ვთქვათ, მინდოდა რომ ეს ამეხსნა, იმიტომ რომ როგორც კი ბევრმა მკითხა, რომ ჯუნიორ დეველოპერები, დამწყები დეველოპერები ისევ ყველას სჭირდება და დასჭირდებათ, ოღონდ შეიცვლება ის, რომ ანუ ადრე თუ ჯუნიორისთვის ყო ქრუდის ოპერაციები მარტო, ეხა ჯუნიორების მიმართ გაიზრდება, ასე ვთქვათ, მოლოდინები და ჯუნიორმა უნდა დაწეროს უკვე გამზადებული, ვთქვათ, რაღაც პატარა კომპლექსური აპლიკაცია. შეიძლება დიდიც, პატარა არა, დიდიც prompt engineering-ი იქნება ის, რასაც ეხა თანამედროვე პროგრამირებას ვეძახით, ანუ
თავარი იქნება რომ ლოგიკა აწყო, ბლოკებად ჩაშალო, რაღაც დიდი აპლიკაცია თუ გაქვს დაშალო, ლოგიკა იყოს პატარ-პატარა ნაწილებად დაშლილი, მე ამითი პრომპტი გააკეთო, უთხრა რა არქიტექტურით გაგიკეთოს, როგორი ანუ რა ბიბლიოთეკები გამოიყენოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, ყველაფერი წავა იქითკენ, რომ AI გახდება ძალიან კარგი ასისტენტი და არავითარ შემთხვევაში არავის არ ჩაანაცვლებს, უბრალოდ აგვიჩქარებს ცხოვრებას. ასე რომ ნუ შეგეშინდებათ, გამოიყენეთ და წარმატებები ყველას. დავალაიქოთ ვიდეო და როგორც თავიდან ვთქვი, დაწერეთ კომენტარი და შეიძლება მოიგოთ MacBook-ი. დიდი მადლობა, ნახვამდის.